ჩვენ ვქნით ემოციებს. კი. ეს არის ფესტივალის სინედობის დღეს ვისაუბრეთ სლოგანი, ხო? კი. როგორ ვქნით? რო არსებობს უკვე რა შეიძლება დაღვიძეთ? აძლიერებთ, კი. ფესტივალის სინედოკი, რომელიც 2013 წლიდან უკვე არსებობს საქართველოში და მინდა რომ რამდენიმე სიტყვით თქვენ ახსნათ ჯერ რა დატვირთვის მატარებელია ეს ფესტივალი და შემდეგ უკვე დღევანდელ რეალობაში როგორ ტარდება პანდემიის პირობებში რა ხდება, ვინ არიან სტუმრები, რა იქნება და ასე შემდეგ. დავიწყოთ თქვენგან. დაწყებაზე რომ ასე ვთქვათ ძალიან მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ 2013 წელს დაარსდა ეს ფესტივალი, რასაც წინ უძღოდა ორწლიანი კვლევა. არ ვიცოდით რა ინტერესი იქნებოდა საქართველოში შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმის. ეს კვლევა ბაზრის კვლევა გააკეთდა, რისი კვლევა? უფრო გააკეთდა, მაყურებლის მიმართულებით რამდენად არის, საქართველოში კი რა თქმა უნდა იქმნებოდა ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმები, მაგრამ ეს მაინც შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმი არის უფრო ახალი ინოვაციურიაც უკვე მოდის ამ საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ ევროპაში ძალიან ესე ვთქვათ განვითარებულია დიდი ფესტივალები დაარსდა იმის შემდეგ საქართველოს ეს მომენტი გამოტოვა იმიტომ რომ აქ სხვა რეალობა იყო აი 2011-ში როცა ჩამოვედით ჩვენ ქონდა ესეთი პროექტი Cinemobile Caucasus საიდან ჩამოხვედით ნიდერლანდებში სწავლობდი მე იქ მოვაწეობდი იქ კინო დოკუმენტური ფილმს ვიღებდი ხატრული და ასე შემდეგ მაგრამ მე ვიფიქრე რომ ავიდეთ საქართველოში და იქ სადაც საჭიროება ნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს და ანუ Cinemobile Caucasus იყო პირველი პროექტი რომელიც ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობდით საქართველოში სომხეთში აზერბაიჯანში ვაჩვენებდით ფილმებს მანქანით ესე პარტიულად და ვხედავდით ანუ რომ მაყურებელი ძალიან დაინტერესდა ამ შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმით სვავდნენ შეკითხვებს შემდეგ გადმოვინაცვლებთ უკვე თბილისის მაყურებელზე და გავაკეთეთ დოკუმენტური ორშაბათები ღია საზოგადოების მიერ იყო მხარდაჭერილი, აქაც კაფეებში დავდიოდით უნივერსიტეტებში და აქაც ესეთი დიდი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტეთ. სადაც შეიძლება ყურადღება მიიპყრო, რადგანაც უფრო მეტად ადამიანი პოულობს თავის თავს რეალობაში და ის რაც მასთან ახლოს არის, ამიტომ დოკუმენტური კინოს ამას ემსახურება ჩვენი მაყურებლისთვის, ამიტომ იყო ალბათ მათთვისაც საინტერესო და შემდეგ იმიტომაც ჩაიყარა ალბათ საფუძველი ამის არსებობას ჩვენ ქვეყანაში, ხო? რა თქმა უნდა, ეს მათ ნახეს რომ დოკუმენტური ფილმი არ არის რაღაც შემეცნებითი მარტო ან ინფორმატიული, ხო? სხვა ფორმის. ნახეს რომ ეს რეალური ადამიანების ისტორიაზეა. დღესაც კი ზოგი მოდის და წერს Facebook-ზე რომ მე ვნახე სინედოკ თბილისზე 3 მხატვრული ფილმი, ანუ ძალიან რთულია ჩვეულებრივი მაყურებლისთვის რომ გაარჩიო, კი, ანუ დრამატურგიით, ფორმით ძალიან განვითარდა შემოქმედებით დოკუმენტური ფილმი, კინო და ეს ფესტივალისთვის დიდ რამეს ნიშნავს, რომ მაყურებელი იზრდება. რა თქმა უნდა. რადგანაც არსებობს 2013 წლიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად დაიმკვიდრა თავი, მოთხოვნა დიდია, მაყურებელი ამას ხედავს, ესწრება, მით უმეტეს ალბათ ახალგაზრდა თაობა, ხო, უფრო. ახალგაზრდა თაობა არის უმეტესობა 80% ჩვენი სტუდენტები არიან შედარებით თქვათ ევროპის დოკუმენტური ფილმები კინოფესტივალებიდან იქ უფრო ხანში შესული მაყურებელი ხართ. ამიტომ გითხულობ, ხო ჩვენთან უფრო ახალგაზრდები არიან. ჩვენთან უფრო ახალგაზრდები. კი, და ეს ახალგაზრდების რეალობასთან კავშირი მაინც უფრო ისე აქ განწვავებულად რა. ეხლა გამახსენდა რამდენიმე დღის წინ, სანამ თქვენ მოხვიდოდით ჩვენთან გადაცემაში, უყურებდით დეპარდონის ფილმებს. La vie moderne, თანამედროვე ცხოვრება, ხო? რამდენად ახლოს არის, ხო, რეალობასთან, ხო? თვითონ რაღაც ისეთი ჭყალებში უმნიშვნელო ადამიანების, მაგრამ ის უმნიშვნელო ადამიანი ის, რაც არის ცხოვრება. ხო, რასაც თქვათ მნიშვნელობას შეიძლება ეს, რასაც თქვენ ამბობთ, ეს მედია, რეპორტაჟები, სიუჟეტები, ასე შემდეგ არ აძლევთ. ამიტომ მე ძალიან მომხრე ვარ ამ ფესტივალის არსებობის ძალიან მომწონს. და ძალიან მიხარია წელს ვაპირებ რომ შემოგიერთდეთ და ჩვენც ვნახოთ რა ხდება თქვენთან. და ეხლა რომ ვილაპარაკოთ წელს კონკრეტულად პანდემიის პერიოდში როგორ ტარდება ეს ფესტივალი, რომ არ არის ესეთი ორდინალური რეალობა, ხო? მე როგორც სტუმარი ვარ ფესტივალის და ასევე მათი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პლატფორმის მონაწილე წინა გამოშვების და გამარჯვებული შემიძლია ის თქვა რომ რაც ჩემი შთაბეჭდილება იყო იმისი რაც რა სახითაც წელს ფესტივალია წარმოქმნილი. ანუ 2 წლის წინ მივიღე
მონაწილეობა სინედოქს აქვს ძალიან საინტერესო ინდუსტრიული პლატფორმა, ასაც ხვდებიან ერთმანეთს სამოქალაქო სექტორი და რეჟისორები და გვაძლევს ზუსტად ფესტივალი იმ შესაძლებლობას, რომ ძალიან საინტერესო თემები, ის რაც მართლა აქტუალური, რაც საზოგადოებას აწუხებს, რატომაც ხდება მე ფილმი საინტერესო მაყურებლისთვის, აი ეს თემები ზოგჯერ რეჟისორებისთვის არ არის ხელმისაწვდომი და ამიტომ ჩვენ გვაძლევს ფესტივალის შესაძლებლობას ეს თემები ვიპოვოთ პირდაპირ უშუალოდ პირველ წყაროდან და მე მომეცა შესაძლებლობა ზუსტად არჩილის ამ ფესტივალის მეშვეობით მეპოვა ჩემ ფილმის იდეა და პირველად მაშინ ჯერ კიდევ არის ონლაინ ეს კორონა საშინელება და მაშინ პირდაპირ ესე ჩვეულებრივ ტარდებოდა ფესტივალი და მაშინ ავიღეთ ეს და გავიმარჯვეთ. წელს უკვე როდესაც ჩვენი ფილმი განვითარდა, სინედოკმა ძალიან საინტერესოდ გააკეთა უკვე New Talent კავკაზუსი თავისი ერთ-ერთი ინდუსტრიული პლატფორმა, სადაც უკვე ონლაინ რეჟიმში რამდენადაც კურიოზული არ უნდა იყოს, ონლაინ რეჟიმში მუშაობდა როგორც მთელი სამყარო, ფესტივალებიც გადავიდნენ ამაზე და უფრო მეც სიტყვის არჩილი, დრაივინში როგორ ატარებენ და სხვა ლოკაციებზე. ეს პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რა ეხლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ახალი გზა, ახალი მიმართულება, ახალი ხედვა. კი, ეს რაც კეთი აღნიშნა, ინდუსტრიული პლატფორმა ფესტივალს აქვს, რომელიც იზრდება. დოკუმენტური კინოფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინდუსტრიული პლატფორმა გქონდეს. ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ ასევე იყოს კინოპროფესიონალებისთვის საქართველოში და კავკასიაში მოღვაწე კინოპროფესიონალებისთვის. ვიფიქრეთ, რომ მოდი ონლაინ ჩავატაროთ, იმიტომ რომ ამისი საშუალება ონლაინ არის. ამიტომ ჩავატარეთ 3 ტრეინინგი, რომელიც კარგად ჩაიარა ამ 3 ტრეინინგმა და შემდეგ უკვე ვიფიქრეთ, რომ ნახოთ რა მოხდება საქართველოს თუ იქნება იმისი შესაძლებლობა რომ კინოჩვენებები დავიწყეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერა ჩვენი ფესტივალის და ვაჩვენეთ იქ 3 კვირის განმავლობაში კვირაში ორჯერ იყო ჩვენებები, რამაც ასევე დიდი ინტერესი მიიპყრო. მე მოგოცა საშუალება იმისი, რომ გარე სივრცეებში გავსულიყავით და აი ლისის დრაივინ სინემა იყო გახსნილი, სადაც ვთქვით, რომ ეს მართლა ძალიან კარგი პლატფორმა ახლა ამ დროს როდესაც ხალხი გარეთ, თქვათ, ესე შიგა სივრცეებში ვერაფერს ვერ აკეთებს და იქ გავხსენით ფესტივალი, თავიანთი ავტომობილებით მოვიდნენ, ავტომობილებიდან მერე გადმოვიდნენ ხალხი. რამდენი კაცი იყო უკაცრავად და გახსნაზე, ანუ 92 ავტომობილი ეტევა და სავსე იყო იქ და ამავე დროს ერთ ავტომობილში რამდენიმე იჯდა, ხო? ეს ისტორიაც იყო. ალბათ 3, ზოგჯერ 4, არ ვიცი, შიგა ავტომობილებში კონტროლი არ დაგვიწყია. და ასე დაიწყო ეს პირველი პლატფორმა, მე შემდეგ გადავიდით რეგიონებში გავვრცელდა რომელ რეგიონებში იყავით უკაცრავად? გავაკეთეთ გორში, მინი ფესტივალებს ვაკეთებ ჩვენ ასევე წლის განმავლობაში, გორში გავაკეთეთ კიდევ რამდენიმე ფილმის პრემიერა, მარნეულში, შემდეგ იყო საგარეჯოში და ვაპირებთ ასევე ჩხოროწყუში, ასე რომ რეგიონების პლატფორმა იყო ერთი, კი ღიაცის ქვეშ არის, დუშეთშიც იყო. რომელი გაგრძელდება მაყურებლისთვის რო იყოს ინფორმაცია? დრაივინზე ბოლო ჩვენება იქნება 22-ში, დახურვაზეც ვფიქრობთ. სამწუხაროდ ცოტა რთული სიტუაცია ყოველდღიურად, როგორ განვითარდება არ ვიცი, მაგრამ იმედი არის, რომ დახურვასაც გავაკეთებთ. სათანადოდ, როგორც სიტუაცია შეეფერება. წლევანდელი პროგრამა 7 სექციაა და რო გითხრათ რა როგორ? მე რაც ვნახე ფილმები იყო, გახსნის ფილმი იყო, არაჩვეულებრივი ეს იყო ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის ფილმი გვირაბი, რომელიც 6 წლის განმავლობაში იღებდნენ ეს რეჟისორები ამ ფილმს, რაც იყო არაჩვეულებრივი ფილმია, მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო, მე მქონდა კითხვა-პასუხიც და ძალიან აქტიური გამოხმაურება იყო. მეორე ფილმი რაც ვნახე, ეს იყო 12 გაკვეთილი გიორგი მრევლიშვილის, ესეც ქართული ფილმი, ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი ფილმი იყო. და უფრო კარგად საქართველოს ზუსტად ამ დოკუმენტური ფილმების მეშვეობით ჩანს და ეხლა ზუსტად ვამბობდი რომ ჩემი პროექტით ვიყავი რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე ონლაინ ეხლა გუშინ ბელგრადში და რიგაში და ის ფილმები რაც აქ მაშინ შენი პროექტზე ვილაპარაკოთ, რა პროექტით, სად იყავი, როგორ იყავი და შემდეგ გავაგრძელოთ ისევ აი ამ სექციებზე საუბარი. ეს არის ფილმი მზიური, ესეთი ფილმი არის, რომელიც ეხლა უკვე დამთავრებისკენ მიდის და ეხლა ვიყავი ზუსტად ბელგრადში და რიგაში
ასე რომ ვთქვათ, ვირტუალურად. ნუ ძალიან კარგი იყო გუშინ მოვიგეთ ზუსტად ბელგრადში მთავარი პრიზი. მე არ უნდა თქვა. ნუ მაგის თქმა მინდა რომ ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართველი კინო რეჟისორებისთვის და ასე რომ ვთქვათ კინოსექტორისთვის, იმიტომ რომ ეს თანამედროვე ეს არის საერთაშორისო კონტექსტი, ეს არ არის ლოკალური მოვლენა. შაშან მე მაგალითად მივიღე მონაწილეობა კითხვა-პასუხის მოდერაციაზე და ძალიან ბევრი საინტერესო რეჟისორი გავიცანით. შეგიძლიათ რომ გითხრათ მონაწილეები ვინ არიან, რა ფილმები იქნება წარდგენილი და ანუ ფოკუს კავკასიუსი კიდევ უფრო ნათლად მაყურებლისთვის ადგილობრივი და რეგიონალური ფილმები, ხო? კი, კავკასიაში გადაღებული φιλმები, ან კავკასიის თემაზე გადაღებული ფილმები. რამდენი ფილმია? 10 ფილმია სულ. საინტერესოა. ფოკუს კავკასიაში 10 ფილმია. წარმოგიდგენია ყოველწლიურად როგორ იცვლება, ხო? თქვა გასყვებიან თხრობითი მხარე, ნარატივი, რეალობა, რაც არის, როგორ იცვლება, ძალიან მაინტერესებს, ძალიან საინტერესო ფილმებია. რა იცვლება, რა ტენდენცია შეიმჩნევა, შეგიძლიათ გითხრათ? ხო, კავკასიის მიმართულებით მაგალითად სომხეთში რა თქმა უნდა ძალიან აქტუალური კიდევ ეს ვთქვათ რევოლუცია რა ეს პოლიტიკური ფილმები იქმნება კი ანუ იქიდან დაწყებული რაც მოხდა და შეცვალა სომხეთმა თავისი მთავრობა იმ დღიდან იმ პერიოდში დაწყებული ფილმები ნელ-ნელა უკვე დამთავრდა და ჩვენ გვაქვს ფესტივალზე. ხო, ანუ მაინც ისტორიული ეპოქალური ფილმები, ხო? მაგრამ საქართველოში განსხვავებით აზერბაიჯანისგან ან სომხეთისგან უფრო მრავალფეროვნებაა. მაგალითად ძალიან პერსონალური ფილმებზე არის ესე იგი პროტაგონისტზე მიმართული, ანუ გმირებზე მიმართული ფილმებია. ნინო ორჯონიკიძის, რომელიც უფრო ვთქვათ ახსენა ქეთიმ მოჭადრაკეებზე არის გაკეთებული მაია ჩიბუდაინძე, ნონა ალექსანდრი, ანუ ეს ვიცი ეს ისტორიაც. აი ასეთი მრავალფეროვანი ფილმებია, რასაც საქართველოში იღებენ და რაც ძალიან თემები მაინც უფრო მრავალფეროვანი იყო. 12 გაკვეთილი ბაბუაშვილის ურთიერთობაზე იყო გიორგი მრევლიშვილის რაც ვნახე და ეს ძალიან დელიკატურად გაკეთებულია რეგიონში აუტისტური სპექტრის ბავშვის ცხოვრება და მისი ბაბუის რომელ რეგიონში ქეთი? გურიაში. ეს არის ჩოხატაუში, ეს არის არაჩვეულებრივი სითბოთი და სიყვარულით გაკეთებული ოჯახურ და ადამიანურ ურთიერთობებზე, არ ვიცი, თავდადებაზე. ასევე კეკოჭელიძის მკვდარი სულების არდადაგები მუსიკოსზეა ეს ფილმი, მუსიკოსისა და დედამისის ურთიერთობაზეა ძალიან. მაპატით გაწყვეტინებთ თქვენ თქვით რომ სასამხეთი უფრო რეალურ ისტორიას ტყვება და სხვაჩერს ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნა, იმიტომ რომ ჩვენ 90-იან წლებში საოცარი პერიოდი გავიარეთ ისტორიული, საბჭოთა კავშირით დაინგრა, ხო? საქართველოში დოკუმენტური ფილმები ჩვენი ეპოქის ამსახველი დღემდე არ არსებობს. სამწუხაროდ არ აქვს. ამიტომ აი ეს ფესტივალი კიდევ ბევრი დატვირთვის გამო არის მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ ყვებით, კიდევ რომ რეალობა რაღაცამ და ვიღაცამ უნდა მოგიყვეს შენ ქვეყანაში. ისტორია უნდა რჩებოდეს თაობებს და იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია ზოგადად კინოს კუთხით, ამავდროულად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების თაობების და ისტორიული მემკვიდრეობის კუთხითაც. და დრო რო კონდეს, კიდე დღეს გინდოდა თქვენ გაგესვათ ხაზი განსაკუთრებით სინედო იონგ ეს ახალგაზრდებისთვისაც არის მაყურებლისთვის და ამავდროულად გინდოდათ გესაუბროთ უფრო მეტად ეგოციკდოგის ხო თუ არ ვწდები ერთ-ერთი სექცია რომელიც კიდევ აი ამ ფესტივალის ფარგლებში იქნება და მაყურებელს შეუძლია ნახოს თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. კი ეს სინედო იონგი არის უფრო ესე ვთქვათ ახალგაზრდებისთვის სკოლის ასაკიდან დაწყებული და სტუდენტებისაც მოიცავს, იმიტომ რომ გვაქვს სინედო იონგი პლუს ცოტა ისეთი ფილმები, სადაც უკვე გაანალიზებენ, ანუ უფრო სტუდენტებისთვის არის უფრო, რომელიც უკვე სხვანაირი თვალით უყურებენ ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ეს erotic dogs ეს უკვე ესე ვთქვათ თინეიჯერებს ვახტებით და უკვე 18 პლუს არის აქ, იმიტომ რომ აქ ძალიან ანუ erotic dogs ზოგჯერ ჟღერს ისე რომ თქვენ მარტო მხოლოდ ეროტიკაზე ან რაღაც სექსუალურ არა ეს არის ძალიან ღრმა ფილმები. მაგალითად წელს არის ევას ძიებაში ერთ-ერთ ფილმს გამოვყობდი, რომელიც არის ესე იგი ახალგაზრდა გოგოზე, რომელიც არის პროსტიტუციით თქვათ დაკავებული და ამას აკეთებს, იმიტომ რომ არ გახდეს ტრადიციული კაპიტალიზმის ესეთი შრომელი მონა. ანუ ეს პროსტიტუცია მუშაკ, ანუ უფრო თავისუფლება დაინახა იქ, ვიდრე ესე იგი 9-დან 5-მდე სამუშაოს ძებნა, ან ოფისის სამუშაო. აქ ხედავს თავისი ეროტიულობა, ამ მისთვის არის თავისი შემადგენელი ნაწილი თავის ცხოვრების. ანუ ძალიან ღრმა ისტორიებს გვიყვება ეს ეროტიული ფილმები აი ამ პერსონაჟებიდან გამომდინარე. საქართველოშიც
რა ვიცი, მგონი რომ ჯერ კიდევ ბევრია სათქმელი ამ მიმართულებით, ხო, რაღაც ეს სექსუალური რევოლუცია არ მომხდარა ჩვენთან, რაც უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი მიდის წინ ამ მიმართულებით სადღაც გაჩერებული ვართ, ჯერ კიდევ ძალიან ტრადიციული საზოგადოება, ბევრი რამე ტაბუდადებულია და არ ვიცი ფესტივალი ამას რა თქმა უნდა ვერ გაარღვევს, მაგრამ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ძალიან პოპულარულია ეს სექცია. ბევრი თემიდან არის გამომდინარე, ბევრი ინსტიტუცია, არ შევალთ ახლა დეტალებში და ვიცით რატომ და როგორ ხდება. დაახლოებით შეგვიძლია შეფასება გავაკეთოთ, ხო, მაგრამ დღეს ამ თემას არ გავავრცელთ. ალბათ ჩვენმა კოლეგებმა უნდა უფრო მეტი ფოკუსირება გააკეთონ ამ თემაზე და უფრო რაღაცნაირად აღბეჭდა უნდა მოახდინონ. მართალია, მათ უნდა მოყვნენ. ხო, მათ უნდა მოყვნენ, იმიტომ რომ ფესტივალი აძლევს ჩემმა კოლეგებმა შენ შეგიძლია, შენ ხომ კოლეგა ხარ მაგრამ მე და ჩემმა კოლეგებმა თავისთავად ეს იგულისხმება აუცილებლად. და მით უმეტეს ქალებს უკეთესად გამოძდით რაღაც აპატიეთ, მაგრამ ქალები რაღაცა 21 საუკუნეში ისეთი ძალა გამოაჩინეს, რაც პიონერები არიან ბევრ რამეში. კი, ძალიან ბევრ რამეში, კი ბატონო, გეთანხმებით. ძალიან კარგი პროგრამა გაქვთ ინტელექტუალურად, სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო, ისტორიულად ძალიან საინტერესო, სამავდროულად. მხოლოდ წარმატებას გისურვებთ, რაჩილულია და ორი სიტყვით, ანუ ფინანსებთან დაკავშირებით იმედია უფრო მეტი საშუალება გექნებათ, რომ მსგავსმა ფესტივალებმა იარსებოს. მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის. საჩუქრებია თქვენთვის. დიდი მადლობა. მადლობთ. კეონისგან და ჩვენი სტუდია მოკლედ წელს ახალია. განათებას იცნობთ გრიგალაშვილს ალბათ. არაჩვეულებრივი აი პიონერია ზუსტად ბევრ რეგიონში დაარსდა ეს თავისი სკოლები, ფოტოგრაფიის სკოლები, ძალიან ძლიერი ქალია. დადიოდი? ხო, ძალიან ძლიერი ქალია, არაჩვეულებრივი ხედვა აქვს და ეს მისი ფოტოებია, რაც ჩვენ გვაქვს სტუდიაში, ანუ ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნათელასთან ერთად წელს შევქმნით სტუდია. ძალიან შტაბ-შტაბი. მოკლედ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. როგორ ისხედით მაინტერესებს ჩვენთან? ძალიან კომფორტული. იტალიური ავეჯის მაღაზია კასტელორი, ჩვენი პარტნიორი და პალიტრაელით მინდა გაგისტუმროთ მათი წიგნებით. ამთისა და ამბარის ეს სხვა შორის ქართველი გოგოს ნაწარმოებია, მიუხედავად იმისა, რომ სახელი არაქართულად ჟღერს და კუთხის ისტორია, უფრო ახალგაზრდა ქალი, როგორ მიდის თავის რეგიონში და რაღაც ქალაქიდან და იქ პოულობს იმას, რაც ვერ იპოვებთ თქვათ ქალაქში. ემოციებზეა, ჩვენ ვქნით ემოცი. ალა. საინტერესო. თქვენ პირდაპირ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ბაბუაწერა ზღვინო. ეს იცი ალბათ, ხო? 12 წელს ბავშვი კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კეთი. და რა წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.